იაპონია. სამყაროს მიღმა. აქ ერთი ცალი ყურძენი შეიძლება $400 ღირდეს, ხოლო საზამთროები კვადრატულია. ეს ქვეყანა სხვა განზომილებაა. აქ არსებობს სასტუმროები, სადაც პერსონალის ნაცვლად რობოტი დაგხვდებათ. თუ მარტოობა შეგაწუხებთ, შეგიძლიათ ნებისმიერი რამ იქირაოთ. ბებია, მეგობარი გოგონა, ან თუნდაც მთელი ოჯახი რამდენიმე საათით. ხოლო თუ ქუჩაში დაგეძინებათ, ხელს არავინ გიბიძგებთ. აქ ამას ინემურს ეძახიან და სამსახურში მონდომების ნიშნად ითვლება. რამდენი დაგჭირდებათ ამ სიგიჟის სანახავად? საჭმელი. თუ მარკეტებში იკვებებით, $5-დან $10 დანაკვირდებით. უცნაური ხარჯი. მოემზადეთ, რომ ხილში შეიძლება იმაზე მეტი გადაიხადოთ, ვიდრე თვითმფრინავის ბილეთში. ტრანსპორტი. ერთი კვირიანი ულიმიტო მგზავრობა $300-მდე დაგიჯდებათ. თქვენ რას იქირავებდით იაპონიაში? მეგობარს თუ რობოტს? დაწერეთ კომენტარებში და თუ გინდათ ნახოთ, როგორ გამოიყურება $400-იანი ყურძენი, გამოიწერეთ არხი.